დღე მშვიდობისა, კეთილ და გონიერ ადამიანებს, დანარჩენს ნამდვილად არ ვუსურვებ, კარგ დღეს და ბედნიერ დღეს. ვუსურვებ კი არა, მე კი არა, ღმერთმა უსურვოს ის, რასაც იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებ. მოკლედ, კომენტარი დამხვდა, ჯერ ისედაც რაღაცა პასიურობს ადამიანები, არ ვიცი რატომ, რის გამო ვერ ხვდები, მე რას ვლაპარაკობ, ვინ როგორ გებულობს, ვინ რას თავის გონებაში ფანტაზიორობს, უკვე ვეღარ გავიგე. მოკლედ, ეხლა გეტყვით ყველაფერს. ჯერ ერთი ზოგადად ჩვენ ქართველებს, მე როგორ უკვე გამაღიზიანებლად მოქმედებს ეს ფრაზა, ეს რო იტყვიან, აბა გადი აქედან. ხო, ერთმანეთის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ფულის დათვლა, დავიწყოთ იქიდან, რომ მარკეტში რო ვალი მქონდა, გეგონება თუ რაღაცა ორი კაპიკი ჩაგივარდა და ისა დახარჯე და დაგინახა მაღაზიის გამყიდველმა, ესე იგი არც უნდა იარსებო, ის ვალი უნდა გაისწრებოდა ბავშვი თქვათ აშიმშილო სიტყვაზე რა, ესეთი რაღაცები, მოკლედ, ვისი რა საქმეა, ხო? სხვებს იმდენი მაგალითად არის ძალიან ბევრი მეძავე იქნება თუ მეზობელი იქნება თუ ვინც იქნება, ქვეყანა ოხრად აქვს რა ვალები, მაგრამ დაბალიღობე უნდა იპოვონ, ვიღაცაზე ჯავრი ხო უნდა იყარონ. ხო და ახლა მაგალითად ეს რაც შეეხება სხვისი ფულის დათვლას და რომ გიყურებენ, რას ყიდულობ, რას აკეთებ და იმის მიხედვით რომ გამოაქვთ დასკვნა, თურმე არიცი ფულის გადანაწილება, რაღაცა ორი კაპიკიც რო ღირდეს, ხო არა, მაინც რაღაცა შეიძინე, მაინც რაღაცა გააკეთე. მოკლედ, შურიან ხალხს რა დალევს, ჯერ შურიანი და მერე ხვის საქმეებში წვირს რო ყოფენ, უშნოდ. რა არის, იცით, ჩვენ ქვეყანაში კიდე ბლოგების არსი და აზრი ვერ გაიგო ხალხმა, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი მოსახლეობა არის არ ვიცი რა დავარქვა, რაღაცა მართლა სტერეოტიპია, ესეთი ჭორიკანა, უდონო ჭორიკანა ერი ვართ რა, მოდით ასე ვთქვათ რა, უცხოეთში არავის არ აინტერესებს, ვინ რას თქვათ სახშეშევა იქ რა ხდება, რაღაცაც რო იყოს, არავინ არ ჩაყოფს ცხვირს, არიან ალბათ იქაც ერთეულები, მაგრამ ზოგადად ვიძახი რა. თუ რა თქმა უნდა კანონდარღვევა არ არის და რაღაცა ისეთი არ ხდება, მაგალითად ბავშვზე ძალადობა ან რაღაცა ისეთი, მას არ ამოიღებს, მეზობელი სულ არ აინტერესებს იქ სამზარეულოში, ანუ ოჯახის სამზარეულოში რა ხდება. ანუ სამზარეულოს გულისხმობ ვღეჭავ მდაბიოებისთვის, ზოგს რომ არ ესმის რა, სამზარეულო პირდაპირ მნიშვნელობით სამზარეულოს გაიგებს ზოგი, ხო ესეთია, ვერ ხვდებიან. ანუ შიდა სამზარეულოს ოჯახის საქმეებზე ვლაპარაკობ. მოკლედ, შევეშვათ ამას. ხო, კომენტარი იყო ესეთი. ძალიან კარგია, მიხარია, ხო, მიხარია, ცოტა ისეთი ნათქვამია, რომ ჩემ შულზე, ჩემზე მეტად ზრუნავთ და დარდობთ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ღმერთმა ასმაგად მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, რომ ჩემ შულზე, ჩემზე მეტად ზრუნავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა რჩევებში კარგები ხართ, რჩევებში რას ვიძახი, ანუ რო ურჩევთ რა ადამიანს, რომ ესე გააკეთე, ისე გააკეთე, ეს ისა. ხო, მე არ ვიცი მაგდენი, მე ის კი არა, არ ვიცი, ვინც მიცნობს, კი იციან, რომ მე საერთოდ ძალიან მეზარება ცხოვრებას, იმართლე გითხრათ, ცხოვრობ ჩემი შვილისთვის. გეფიცებით ორ შვილს, მე რო ვიცოდე, რომ ჩემი ორი შვილი კარგად არის, ბედნიერად არის, იცით როგორი ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ მომბეზრდა ეს ყველაფერი, ამდენი ტყუილი, ამდენი ცინიზმი, ამდენი ეს ადამიანები არიან ყველაზე საზღარი არსებები ამ პლანეტაზე. არ ვიცი, მე ესე ვუყურებ, რასაც ვუყურებ მთელი 51 წელი, ხო? და ესა, ისო რა ქვია,
კარგი, იმ ადამიანმა ეხლა ნორმალურად დამიწერა ეხლა ისეთი კულტურულად კომენტარი, რომ ისო ბავშვი სპორტზე ატარეო. სპორტზე კი არა. აი, მაგიტო ვიძახი რა მიხვედრილი ადამიანი და ვინც სისტემატურად უყურებს ჩემ ვიდეოებს, ხო, ძალიან კარგად ხვდება და მიხვდება. მე ესე მგონია რომ უნდა მიხვდეს, იმიტომ რომ ეხლა მოაზროვნე ადამიანი ძალიან კარგად მიხვდება მარტოხელა დედის ცხოვრება როგორია. ეხლა მაგალითად მე რომ მეხმარებოდეს პეტრე, პავლე, ივანე და ასე შემდეგ, ხო? კაი, გასაგებია, ხო, რომ აი რატო არ აკეთებ, კაცო, რატომ? გეგონება უფასოა ყველაფერი. ყველაფერი უფასოა, წადი და აიღე. რაიოლია, ლაპარაკი. ხო და სპორტზე ტარებას ჯერ ერთი დროც უნდა, ხო? რომ მიაქციო მაინც ყურადღება, არ ვიძახი მიყვე მოყვე. თქვა შეიძლება ყურიზეში იყოს დაუშვათ სიტყვაზე რაღაცა სპორტი ახლოს. თქვა სტადიონთან ან რაღაცა, ხო? გადასახადი ხო უნდა. მე ეგრეთ წოდებული ზბორები, იცით რა ღირს, საერთოდ წარმოდგენა გააქვთ? წელიწადში ზოგს ორჯერ აქვს, ზოგს სამჯერ აქვს ეს ეგრეთ წოდებული ზბორები და ჯდება 1500-2000 და მეტიც. მე ის კი არა, ახლა სადაც მუშაობ და წელზე ფეხებს ვიდგავ და 12 საათი რომ მუშაობ დღეში, რაღაცა არ მომერიდება და ვიტყვი 60 ლარად მუშაობ ერთი თელი დღე 12 საათი. როცა ერთი სმენა, ვთქვათ, მაღაზიაში რომ მუშაობენ და რო წუწუნებენ დაბალი გვაქვს ხელფასია, 35-ზე ნაკლები არ არის. ნახევარი დღე და ისიც შესვენება აქვს კიდე თითო საათი. მე არ შესვენება არ მაქვს. თუმცა ნუ კი ახლა რომ თხოვოდა რაღაცა კი გავალ, ახლა ვთქვათ, იქ პურს ვიყიდი რაღაცა, ვთქვათ, ესეთ რაღაცაზე ხო. მაგრამ სრული 1 საათი ესეთი დასვენება არ მაქვს მე. ნუ სხვა ის არის სფერო და ესე აქვს. ხო, მე ძალიან ხშირად მithქვამს სუსუსთვის და სუსუს ისეთი ასაკი აქვს, გარდატეხის პერიოდი აქვს რაღაცა და მეხუბრება ხოლმე რომ სპორტზე რო ველაპარაკები უთქვენოთ, რა თქმა უნდა, თქვენ რომც არ თქვათ, თქვენ რა გონიათ, მე გავაჩინე ეს ბავშვი და მე ვზრდიდი და მე ვზრდი თუ რაც ქვია, ვუვლი, ხო, დღემდე და ხა მე უფრო მეტად მენაღვლება და მედარდება თუ თქვენ. აი არ ვიცი რა გონიერი ძალიან მოკლედ ყველაფერი არის ფული ჯერ ის რომ სკოლა გაუწდა ხო დავიწყოთ იქიდან რომ სოციალური რომ მოგვიხსნეს ხო მარტო ხელა დედას რომ მოგვიხსნეს ეს სოციალური გეგონება მდიდრები ვიყავით ბევრი გადასახადი მოდიოდაო დენზეო იმდენად უტვინოები არიან იმდენად უტვინოები რომ ის რომ ყველა გადასახადს ხო აკონტროლებენ გაზის რომ თეთრი არ მოდის გაზის ბუნებრივი გაზის ერთი თეთრიც რო არ მოდის შეკითხვა კი არ გასჩენიათ რომ გაზი არა გაქვთ და რატომ აბა რითი თბებით ლოგიკური აზროვნება არ აქვს საერთოდ ვინ მუშაობს იქ და რა იმეებით კრიტერიუმებით იმაშვებია მე მგონი იქ მუქთახორები ყრიან არაფრის მაქნისები ოღონდ ჯიბეში ჩაილაგონ სხვისი რაღაცა და მე ამ სხვის ფულებს რო ჩაილაგებენ ანუ ვისაც ეკუთვნის და არ უკეთებენ და თავისიანებს რო უკეთებენ ჯიბეში როილაგებენ და მე უცბად რო ავად ხდებიან და დედა რატო გახდნენ ავად და ღმერთს მე სადლებს მე რატო ესეთ ხალხს არ ეხმარებით გადაარჩინეთ დაეხმარეთ ცოდვები მოინანიო მოკლედ ღმერთის სამართალში ვერავინ ვერ იმას იზამს ძალიან კარგად იცის ღმერთმა ვის რა მოუვლინოს ვის რა გასაჭირი თუ როგორც ქვია რა მოკლედ გინდა ჯანმრთელობის მხრივ იყოს გინდა ის იმიტომ რომ ბაბუას ნაჭამად ხემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილები შეიძლება ის ბავშვი თქვა არაფერს არ იმსახურებდეს თვითონ ბავშვი ცალკე რა მაგრამ მის მამშობელმა ალბათ დააშავა ისეთი რაღაცა რომ ღმერთმა ეს განგება და ეს კანონზომიერება ესე მომქმედებს რა ვქნა მე ახლა მილიონჯერ მაქვს ნათქვამი რომ ნუ გააკეთებ ადამიანო ისეთ რაღაცას ნუ იტყვი ნუ გაიფიქრებ ისეთ რამეს რაც მე შენ შვილიშვილებზე გადავა თელ ცხოვრება ვცდილობ ისე ვიცხოვრო რომ გონებაში თუ რაღაცა გადაბრუნებული გამიელვებს და რაღაცა
ღმერთს ვთხოვ პატიებას ხოლმე რომ მაპატიე ღმერთო რომ ეს საერთოდ გავიფიქრეთ ხო და ну არ ვიცი მე ხალხი როგორ აზროვნებს და ეს მე უფრო მგონია რომ ურწმუნო და ურჯულო და საერთოდ ესეთი მომრავლდა ძალიან ბევრი თან ახლა რასაც უყურებ ესეა საერთოდ მოკლედ ხო ჩემი შემოსავალი ამ ეტაპზე არის ხო ძალიან ისეთი ჰუმანურები რო ვართ ქართველები ხო იცით ერთმანეთს გვერდში რო უდგებით ხოლმე ჯერ ისედაც ხო მართლა აი ტყავი დამძრებოდი ახლა სულ არ უნდა მუშაობდეს ადამიანი 51 წლის ასაკში ესეთი დატვირთვით მაგრამ ჯანდაბას ხო თქვათ მე შემიძლია დავუშვათ ვაკეთებ ხო მაგრამ გამომდიოდა თვეში 1200 ლარი გამომდიოდა იმიტომ რომ კვირაში 5 დღე ვმუშაობდი მე შეეცოდათ ერთი როგორ მოიყვანეს შაბათ-კვირას ასე ვთქვათ ჩასანაცვლებლად რა ის შეეცოდათ რომელსაც ასე თუ ისე გვერდში დედა მაინც უდგას და ის დედაც მუშაობს და რაღაცას აკეთებს და მე არავის არ შევეცოდე და ერთი დღე წამართვეს ანუ ეს ერთი დღე კვირაში გამოდის თვეში 240 ლარი და გამიხდა 960 ლარი 960 ლარი ეხლა ანგარიში ელემენტარული ანგარიში თუ იცის ვინმე ძალიან გთხოვთ აი ამის მეტი რო არა გაქვს შემოსავალი და YouTube-ის ხელფასი ორ თვეში და სამ თვეში ერთხელ რო ჩაგერიცხება ნუ აი ამ იმაში რადიოში როგორ თქვენ ანგარიშეთ ეს 960 ლარი აქედან 260 უნდა კრედიტი გადავიხადო დენი გადასახადია ინტერნეტი გადასახადია ყვება გჭირდება აი რამდენად უნდა გავხლიჩო ეს თანხა რომ იქ ბავშვი სპორტზეც ვატარო ეხლა მასწავლებელთან დამყავს ჩვენ მეზობელთან დამყავს რა ერთი გაკვეთილი ქონდა და ეხლა მოკლედ დაწერს იმ რაც დავალებები აქვს და მეორე გაკვეთილიც ექნება მე იმას ცალკე ხო უნდა იმას გადაუხადო ასწავლის დროს ხარჯავს მოკლედ სად ამდენი ლაპარაკში მაგრები ხარ ზოგიერთები ჭკუის დარიგებაში და მითითებაში ესე გააკეთე. ეთქობა თქვენ საყვარლებიც ყავთ, ქმრებიც ყავთ და საყვარლებიც ყავთ და ფულები გაქვთ. თავზე საყრელად და ალბათ აკეთებთ და მაძღავსო, სხვა მაძღარი ეგონაო, ისეა თქვენი საქმე. მე ზუსტად გეუბნებით, ანუ რა არ ვიცი, ზოგი აფირისტობას ვარ ეთქობა დაჩვეული და ტყუილების ლაპარაკს. მე კიდე როგორც ვარ ეგეთი ვარ ვლაპარაკობ სიმართლეს. ხო და ვამბობ რომ არ მაქვს მეტი შემოსავალი. როგორ გავწელო, როგორ გავქაჩო ეს ყველაფერი. ეს თვალში შეერჭოთ ალბათ ეს ბლენდერი რო ვიყიდე. კაპიკები ღირდა და იმიტომ ვიყიდე, იმიტომ რომ ჭირდებოდა. იმიტომ რომ ის არ ასრულებდა თავის ფუნქციას, თან ბავშვს უყვარს ეს წვენები, რაღაცები, რაღაცა მეთქი გახალისდება. რა ცხოვრება აქ ჯერ ისედაც. გარეთ ვერ გავდივართ. როგორ გავიდეთ? აბა მითხარით ჯერ ელემენტარულად. კაი გავედი იმ გასვლას გზის ფული გინდა დავუშვათ კაი ის გზის ფულით თქვათ კაპიკები გიხარჯება დავუშვათ ერთი ნაყინი არ უნდა ვუყიდო ბავშვს ის კი არა ეს 4 დღე კვირაში რომ ვიმუშავებ და ყველაფერი გადანაწილებული მაქვს იმაზე ეს უნდა წავიდეს ეს უნდა წავიდეს რაღაცა ხანდახან ჩვენც გვინდა ადამიანები ვართ არ შეიძლება რობოტები ვიცხოვოთ ხანდახან ბავშვს ის კოკა-კოლაც მოუნდება ყოველდღე კი არ ვსვამთ ამ იმას უშაქრო კოკა-კოლას თან ანუ რაღაცები ჩვენც გვინდა გავიხარისოთ ის რომ მე ისიც თვალში შეერჭოთ ალბათ სახის კრემი რო ვიყიდე 51 წლის ვარ არ ვიმსახურებ ამდენი წელია სხვებისთვის და სხვებისთვის რო ვაკეთებდი ჩემთვის ეს ნაჩუქარი მაცვია ვიყიდე 2 ლარი ნახევრად რაღაცა ჩემთვის უფლება არა მაქვს ჩემ თავზე დავხარჯო ფული ისევ თქვენ რა გითხარით ხალები როგორ უმრავლესობა როგორ უვლით თქვენ თავს მე არავის არ ვეპრანჭები რა თქმა უნდა ხო ისიც შეშურდათ რომ წონაში კლებაზე ფიქრობსო აი ისე აი არ მიყვარს ესეთი რაღაცის თქმა მაგრამ ისე ისუნთქე შენ ვინც ეს დამიწერე კომენტარში ისე ისუნთქე როგორი მართალიც იყო ღმერთმა შენი ცხოვრების გზა იმას კრას დაალაგოს როგორც გეკუთვნოდეს და როგორც იმსახურებდე მე კიდე ისე როგორც ვიმსახურებდე ესე იგი თვალში შეერჭოთ ისე წონის კრება ხო სულ იმას ფიტნესზე დავდივარ და სულ ისა ფულებს ვიხდი და ბილიკებზე და ემებზე დავდივარ და ისა კარგი საკვები მაქვს და ესე რაციონს ვარჩევ და იმითი ვხდები შრომით ვხდები და ის კი არა წონის კრება კიდე რო აქცენტს ვაკეთებ
ჩემი ჯანმრთელობისთვის ვზრუნავ თუნდაც, ხო? კი, ვწვალობ, ძალიან გამიჭირდა დიდ წონაში შრომა და მუშაობა, ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ვაკეთებ, იმიტომ რომ დავიკლო ეს და დავიფერთხო, რომ უფრო მეტი შევძლო. იმიტომ რომ ჩემს მეტი ჩემს შვილს არავინ არ დაეხმარება. ახლა ესე რომ რაღაცა მომივიდეს რაღაცა, კი ვიღაცა ალბათ მიაღწევს ყურადღებას, მაგრამ ისე არა როგორც მე. იმიტომ რომ როგორც ხედავ, პროფესორები ბევრი ყავს აქ, როგორც ჩანს. რჩევა დარიგებებში მაგრები არიან. რჩევა კი არ უნდა მისცე ადამიანს, თუ დახმარება გინდა, უნდა დაეხმარო. და ძალიან ვითომ რომ გიყვართ ჩემი შვილი, თუ მართლაც ეზრუნავთ, ბავშვს დაეხმარეთ, მაშინ და ის სპორტის ფულსაც გადაუხდიდი და ყველაფერი, მაგრამ არა, თქვენ გინდათ მარტო ენის გრძელი ენების გადმოგდება და ლაპარაკი. აი ეს. მაპატიეთ მეგობრებო, ვინც მართლა ჩემი მეგობრები ხართ და ყველაფერი უსიტყვოდაც გესმით და არ საჭიროებს ამ ყველაფერს ახსნა განმარტებებს. მე იმას ვიძახი სულ, შეუცდომელი არავინ არ ვარ. მეც მაქვს ჩემი იცით, ხო? ხაწელკები მეც მაქვს, ხო? ადამიანი ვარ, იცით? მე მგონი გელარ, ხო? ადამიანს ხელები მაქვს, ფეხები მაქვს, თავი მაქვს. მეც მაქვს ჩემი იცინი, რაღაც სურვილები. როგორ უფლება არა მაქვს, ჩემი პირადი ცხოვრება არა მაქვს, ის არა მაქვს, ეს არა მაქვს. ამის უფლებაც არა მაქვს, რომ ხანდახან რაღაცა გული რაღაცით გავიხალისო, თუნდაც იქ ლინზებით ვთქვათ, ზოგს თვალში ერჭობა მართლა ესეთი რაღაცეები. მაქვს ამის უფლება. ეს არის ჩემი ცხოვრება. კი, მე მყავს შვილი, მაგრამ ასევე ვარსებობ მე, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა ესეთი რაღაცა მითხრა. შენ თავს თუ არ მიხედე და შენ თუ არ იქნები კარგად და კომფორტულად, შენ შვილებიც ვერ იქნებიან კარგადო. ნუ არ ვიცი რა, თქვენი სიმართლით ღმერთმა მოგცეთ ყველაფერი. ყველაფერი, ჯანმრთელობიდან დაწყებული ყველაფერი, ანუ თავიდან ბოლომდე. თქვენი სიმართლით, მე ჩემი სიმართლით. ნუ მეც მაქვს, ხო, განა არა მაქვს, იმას კი არ ვიძახი, ვაიმე, როგორი ამაზრზენი ხალხი არსებობს, ზოგიერთი ხრებსეო ისო ხელი მოისვიო, ანუ ფრთები ხო არა გაქვს. ვაი თქვენს პატრონს მიმართა ვიმათ, ვინც ესე მითი მიყურებთ და თან შურით, დროს ყდებით, დიახ, აი ასე. დავიკელი, შეგშურდეთ. 51 წლის ასაკში გამოვიყურები ბევრ ახალგაზრდაზე უკეთესად და აი ეს შეგშურდეთ და გასკდით, ბოღმით და გაგისკდეთ თავები. აი ამას გეტყვით. ბოროტები მართლა. აი ეს არის სიბოროტე. მარტო ხელა დედას ბულინგი და ესეთ კომენტარს რო დაუწერ, თურმე თქვენ ხართ ბრძენები, ყველაფერი გესმით, ის კი არა, თუ ასე ძალიან გული შეგდგათ. გაიკითხეთ ერთი სოციალურ დახმარებას, რატო არ აძლევენ ბავშვს, რომელსაც მამა არ ყავს? ანუ უმამოდ იზრდება. ის სადღაცაც რო გდია იქ და ახალი ოჯახი რო შექმნა და თავის შვილს კარგად, ანუ იმ შვილს კარგად უვლის და პატრონობს. ეს შვილი არ არის? და კიდე, ჩემი შვილია და შენი შვილი არ არის რა. აი ესეთი მიდგომა რო იცის. არ ვიცი ამ ბოლო ხანებში რასაც ვუყურებ მე, უკვე დასკვნას ვაკეთებ, რომ ძალიან უვარგისები ვართ ქართველები, ძალიან უვარგისები. სადმე რომ გავიგებ, რომ სუფთა ქართველი არ არის, რაღაცნაირად გულს უხარია. და რატო? იმიტომ რომ ქართველს არ ინდობს, შურიანები, ბოღმები. მე ძალიან ხშირად ადრე დიდი ხნის წინ სამსახურში პრობლემებს იმის გამო მიქმნიდნენ, რომ დედა თურმე კარგად გამოვიყურები, ვიღაცას მოვწონვარ და ვიღაცა ქალბატონები, რომლებიც დამახინჯებულები იყვნენ ფიზიკურადაც და სულიერადაც, შურდათ რომ მე იქ არ უნდა მემუშავა და არ უნდა დავენახე ვიღაცას. იქ საყვარლებიც ყავდათ სამსახურებში, ხო, რა თქმა უნდა. ეხლა ვიღაცა მეტყობა კომპლიმენტი გამიკეთა და ვიღაცას არ მოეწონა. რას ქვია იმას, მე აღარ ჩანვარ. ესეთი იცით რამდენია? გაიხედეთ, გამოიხედეთ, ნორმალურ ადამიანებს მიმართავ. მე ახლა ამ წამს რომ იმიტომაც თქვენ არასოდეს არ გექნებათ, ნაგლები არიან, ეგენი არიან ნაგლები. არ გაგახარებენ. ქალები განსაკუთრებით, ქალის თავს რო გლიჯავს, ისე ჩვენ ქვეყანაში არავინ არაფერს არ გლიჯავს.
არიციან. კი, დიდი ხმა ბრწყები სიტყვები და ხმა მაღალი იმითი ლაპარაკობენ ქალური სოლიდარობა. სად არის ეს ქალური სოლიდარობა? ერთი დამანახეთ. მე ვერ ვხედავ. ეს პათხალიმური რაღაცა ეს აფირისტული ისინია მარტო. და ხალხს მოსწონს ვიღაცა თუ გაჭირვებულია და აი უჭირს და ესა და აი შესაძოდაო ის კი არა რომ რაღაცა გვერდში დავცი არა შესაწყალო ხო ზოგს ისიც უხარია რომ აი მე ვეხმარები ხვდებით ანუ მე აი ხელი გავუწოდე თან მე გონიათ რომ ღმერთი ამისთვის მადლობებს ეთქვის გულწრფელი მართლა ალალი დახმარება უანგარო აი ეს არის მთავარი და ის კი არა რომ ნუ მოკლედ რა თმინდა ამის ახსნა განმარტება ბევრი ვერ გაიგებს როგორც ჩანს მე კიდე მეგონა რომ ადეკვატური ხალხი მიყურებს ნუ ალბათ ისეთები როგორც ესეთ მსგავს კომენტარებს მიწერენ გამოწერაც არ ექნებათ დარწმუნებული ვარ ან თუ აქვთ და რა ვიცი მე როგორი რომელი ნახევარსფეროთი აზროვნებენ უკვე ვერ ხვდები მოკლედ აი ესეთი ამბები დღეს ვისვენებ, ხოლმე ვისვენებ. კითხეთ, მინდა? კი, რაღაც კუთხით მინდა, რა თქმა უნდა. რაღაც კუთხით არ მინდა, იმიტომ რომ მჭირდება. ის კი არა ახლა ვიჯექი, სანამ აი ამ კომენტარს წავიკითხავდი და ვფიქრობდი, იქნებ მეთქი რაღაცა ვიშოვო კიდე, ანუ დამატებითი ორი დღე შაბათკვირიანი თუ არის, რაღაცა სამუშაო თქო. მოვიკლებ იმ დასვენებასაც, იმასაც, ოღონდ იყოს შემოსავალი. როცა ერთი ხარ და გიწევს ყველაფერზე ფიქრი, ბავშვს რო ვერ წაიყვან სკოლაში იმის გამო რომ არა აქვს ფეხსაცმელი, არა აქვს შარვალი, არა აქვს ტანისამოსი, ჩანთა ვერ უყიდე დროულად, წიგნები რა შეშე, ეს რვეულები და პასა რა არის, რა ხელა თანხა ეგ არის, მე დედა ჩემმა მომწეთო მოკლედ ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ იმდროინდელი და მიხვდებით და რამდენს არ ვამბობ კიდე. მოკლედ ხალხს უყვარს შოუები. ხალხს უყვარს ჭორიკნობა, ხალხს უყვარს ღლიცინი. ანუ ეს ხალხი ვინ არის? ჩვენი ერი? და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ღირსები ვართ საერთოდ რამის? ქართველები ღირსები ვართ? ანუ კარგის ღირსები ვართ? მე ვერ ერთეულებია, რომლებიც მართლა იჩაგრებიან, ერთეულები. პატიოსანი წესიერი ადამიანები და ესენი არიან ხელზე ჩამოსათვლელი მართლა. სიგარეტს ვეწევი. ვეწეოდი ისა, თუთუნს ყიდულობდი და ეს ფილტრებს. იმიტომ რომ იაფი იჭდება, ეკონომიურად ვახერხებდი რაღაცნაირად. ნუ, ჩვევა და მაგასაც ძალიან ის უჭირდება, როცა ესეთი რთული ცხოვრება ძნელია გადაეჩვიო, იმიტომ რომ ერთადერთი ეგ არის, რაც გამშვიდებს თითქოს, ნუ ილუზიას ქნის თუ რასაც ქნის, ნუ მოკლედ ვისაც გინდათ კითხეთ, ახლა ვისაც გამოცდილება გაქვთ და იცით რა არის იყო მწეველი, ძალიან კარგად მიხვდებით. ხო და რო დავიწყე მუშაობა, ახლა ესე ვთქვათ, იმითი ვერ ვასწრებდი გაკეთებას რაღაც ალტერნატივა ვიპოვე ესეთი. აი ესეთი სიგარეტები არის სამლარნახევრად. აი ესე ვცდილობ, რომ ჩემთვისაც კი, ანუ ჩემზეც ეკონომია გავაკეთო. ხო. არი ფიქრობთ ახლა იმ გულში არ გიხაროდეთ, რომ მე ნერვიულობ, არ ნერვიულობ, უბრალოდ გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ესეთი ხისთავიანები არსებობენ. ვიცი რა დაწერა ესო. გამომწერებ შეურაცხყოფას აყენებსო თუ რაღაცა. ვის ვაყენებ შეურაცხყოფას? ჩემები ძალიან კარგად ხვდებიან მე რასაც ვლაპარაკობ და ვინც არა ხართ ჩემები, ისინი ხართ ჩასაფრებულები და მიყურებთ ისე რა, ჩუმად. დორე ღმერთმა გაახაროს ის ადამიანები, რომლებიც კულტურის გამო გულებს მაინც მიწერენ. რომ ჩამეთვალოს კომენტარში, ანუ არის ხოლმე შეკითხვები, ესეც მიხარია ხოლმე რაღაცას რომ მეკითხებიან, ნუ თუნდაც ჩვენ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ზოგადად ადამიანებს, რასაც ვაკვირდები მე, აფერისტი ხალხი მოგწონთ. აფერისტი სპექტაკლებს რო დგავენ, ტრაგიკომედიას, აი ესეთი ხალხი მოგწონთ. მართალი ადამიანი, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს, თქვენ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ სიმართლე ყურებს წვავს ხშირად. იმიტომ რომ სიმართლე ის არის, რომ მე ვარ მარტო სიტყვა მარტო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მარტო შრომობ და როცა უმუშევარი ვიყავი თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ რების გადატანა მიწევდა და სოციალური სამსახური რომ ადრე რო ვიყავით მე და სოსო დაგვცინეს მეგობრებო დაგვცინეს კი ვიტირე და ისე გამოვედი და სოსო მეხვეწებოდა კაი დედა დაწყნარდიო და მე ვიტირებდი ზოგს რომ ამაყი რო გონი ვარ ამაყი ადამიანი არ იტირებდა და არც სოციალურს ითხოვდა ამაყი ადამიანი ზოგიერთის თქმის არ იყოს მართლა იმას ვიღაცას გაიჩენდა და ვიღაცის კმაყოფაზე იცხოვრებდა წესიერი ხალხი არავის არ მოსწონს წესიერს ვიღაც გულისხმობ ანუ შენ რო ცდილობ რაღაცის გაკეთებას ხო ისიც ბევრს ვიცი ისიც არ მოსწონს რომ კაცი არ მყავს გვერდში ჯერ საინტერესოც არ ვარ ხო მე ალბათ უვარგისი ქალია იცით რამდენს უნდა ჩემთან ურთიერთობა და რამდენი მეხვეწებოდა და ისა მაგრამ წავიდნენ რა გაიარონ უფრო შორს და რამდენი კიდე ცოლშვილიანი თქვენ ხო აზზე არა ხართ საერთოდ მე ასეთ რაღაცებზე ხარ ვლაპარაკობ ხო და მე არ ვარ ის კატეგორია ეგრეთ წოდებული ხიშნიცა თორე ისე კარგად მოვიწყობდი ცხოვრებას როგორც ზოგიერთები აკეთებენ ანუ სხვის იმას ოჯახებს რო ანგრევენ და თავის ბუდეს ვითომ აშენებენ მე კარგად აქვს საქმე ადრე თუ გვიან იმათაც მოკლედ რა აი ეს ხო სხვა რა გითხრათ დღეს ესეთი დღე მაქვს დილას გავიღვიძე ისევ ადრე გამეღვიძა გვიან დავიწინე სერიალს უყურებდი ხო მეც მინდა ხანდახან თვალს ხარი დავალევინო ბევრი რამე მენატრება ძალიან ბევრი რამე მენატრება ზოგს ხომე ადამიანი არ მგონი ვარ ანუ მე არ მაქვს სურვილები მე არ ვარ ადამიანი და მე ანუ ხო კაი გასაგებია ხა შვილზე უნდა იზრუნო მაგრამ ანუ იცით როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოში ადამიანებს რომ რაც არ უნდა თავგანწირული მშობელი იყო ხო მაინც საკმარისი არ იქნება ბოლომდე უნდა ჩაგადებინონ სახე ტალახში ეს ტალახზე გამახსენდა ის ვირზე უკუღმა შეცმულს გაგატარებენ ხო რა უნდა გვიკვირდეს საერთოდ ზოგადად ადამიანები ესეთი ბოროტები არიან ხო ხედავთ იესო ქრისტე ჯვარს აწვეს ვინ გადაწყვიტა ვინ იყავირა ის გაანთავისუფლეთ და ის აწვით ჯვარსო ხალხმა ადამიანებმა აბა ხო ფანტასტიკის სფეროთ რომ მიაჩნიან ზოგს ეს რელიგია იმიტომაც აქვს მე კარგად საქმე ესეთი ამბები გუშინ გავაკეთე აჯებსანდალი ძლიერი ქალი ხარო კი მადლობა მართლა დიდი მადლობა ძლიერი რა რაც არ კლავს გაძლიერებს ხო გაიგიათ ხო და ძლიერი ვარ ხო ერთ დროს სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდი მაგრამ შევიგნე ის რომ არავინ არ იქნება შენ გვერდში თუ შენ თვითონ არ იქნები შენი საკუთარი თავის გვერდში ადამიანი ხო და
ამასაც რო გააკეთებ მცირე დოზით, ანუ პატარა დოზით რაღაცა შენთვის, ხო, ისიც თვალში ერჭობა ხალხს, შენ უფლება არ აქვს, შენთვის რაღაცა გააკეთო, მით უმეტეს ესე გიჭირს. ხო და ცხოვრება გრძელდება, წლები მიდის. როდესღა ვიფიქროთ საკუთარ თავზე თუნდაც, ხო? თან მეც არ ვფიქრობდე ახლა ისე რა, ხო ხვდებით რას ვამბობ. რაღაცა იქ სახის კრემი ვიყიდე. დიახ, მინდა რომ სარკეში რო ჩავიხედები, მე თვითონ მეციამოვნოს ვის უყურებ, გავუღიმო ჩემ თავს. რატომაც არა, მე არავის არ ვეპრანჭები. მე უბრალოდ მე ჩემ თავს ვეპრანჭები და მე მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები, ჯანმრთელად გამოვიყურები და ხერხემლის პრობლემა რო არა მაქვს. ეხლა ჯერ კიდე წინ არის 10 კილო მინიმუმ 10 კილო დასაკლები, იმიტომ რომ მე უფრო სუბუქად და უფრო კარგად ვიგრძნობ თავს და უფრო მეც შევძლებ. იმიტომ რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ, ჭირდება მე სამსახური, არავინ არ დამსვავს მე კაბინეტში. არც ჩემ ასაკის გამო და არც ისე ჩვენ ქვეყანაში ხო იცით როგორც ხდება. ისე თუ ვიღაცამ არ აგიყვანა და არ დაგსვა, ესე არ არის. ან უნდა იყიდო სამსახური. ხო, ბევრისთვის უცხო იქნება ალბათ ესეთი რაღაცა, მაგრამ უმეტესობამ იცით როგორც ხდება ზოგადად ჩვენ ქვეყანაში სამსახურების ყიდვა და მე რამოდენიმე წელში ამოვება იმ თანხის და მე მოგებაზე გასვლა. ასე რომ ესეა ჩვენი რეალობა და ადამიანები იმის მაგივრად რომ ამ ბოლო ჟამს, მოდი პირდაპირ გეტყვით, ეს არის ბოლო ჟამი სამყაროში. იმის მაგივრად რომ ცოდვები მოინანიონ, იმის მაგივრად რომ რაღაცა ჯერ კიდე შეიძლება არა პრინციპში უკვე დაგვიანებულია, წლები სჭირდება რომ რაღაცა აკეთო, კარგი, გამოისყიდო ის შენი ცოდვები, რომ რაღაცა ასე რომ ჯობია ბოროტებმა ისიც ბოროტე გააგრძელოთ, მაინც არაფერი გეშველებათ. და კეთილშობილ ადამიანებს კიდე ყოველთვის ექნება დაფასება ღმერთისგან. ხო. ესეა ესე. ცხოვრება მოწყობილი. დიდება უფალს, რომ ესეა მოწყობილი, თორემ მართლა რა გვეშველებოდა იმ ასე თუ ისე შედარებით ნორმალურ ადამიანებს ნორმალურად მოაზროვნეს. მე ახლა რას ვიძახი ნორმალურ აზროვნებაში. ის რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირს რო არ ყოფ, სხვას რო არ ეხები მანამ სანამ არ შეგეხებიან. მე მაგალითად ვიცი ადამიანები, რომლებსაც ეხებიან, მაგრამ პასუხსაც არ სცემენ. იმდენად კეთილშობილები არიან, მაგრამ მე ესეთი არა ვარ. მე როცა ადამიანი შემეხება, 10 მაგად შევეხები, რაც ქვია. ჩემ შვილს ეხება, ჩვენ პატარა მოცუცმო ოჯახს ეხება. რახან ერთი მყავს რა ადამიანი არა ვარ, და ჩემი შვილი ბავშვი ან მოზარდი არ არის, რახან ერთია, 10 უნდა იყოს, რომ უფრო ისე ჩანდეს რაღაცა, არ ვიცი რა, როგორი აზროვნება აქვს, ხალხზე როგორი შეგნება აქვს. ხო, სამწუხაროა. ჩემებს ბოდიშ მოგიხდით აი ესეთი ვიდეოსთვის, კიდე ჩავწერ უფრო ისეც. რაიმე ხო წარმომიდგენია მე როცა რაღაცა ისეთ ვიდეოს წერ ზოგ ერთები ერთ ადგილზე რო წკდებიან, ხო წარმომიდგენია. ხო და აი მაგისთვის გიხდით დიდ მადლობას, აი ესეთ ბოღმებს და ბოროტებს, რომ თქვენ მე мотиваციას მაძლევთ, უფრო მაძლიერებთ, უფრო მეტი მიზანდასახული ხდები და აი გასკდით მე ერთ ადგილზე, გასკდით მე და სოსორო კარგად ვიქნებით, ძალიან მაგრა ვიქნებით, ღვთისწყალობით, აი მაგაზე გასკდით. იმიტომ რომ ესეა. ადამიანი როცა არავის არაფერს არ უშავებ და აქეთ მოდიან და გიჩიჩინებენ რაღაცას, ეგრე ხდება. ხო. კარგით, ჩემებო, კიდევ ერთხელ ბოდიში მოგიხდით ესეთი ეგრეთ წოდებული რეჩებისთვის და მათ უკვე აღარც მივმართავ. წადით დაიკარგეთ საერთოდ ღმერთმა ასე ვთქვათ, დაგაყენოთ იმ გზაზე, რასაც იმსახურებდეთ, არც მეტი, არც ნაკლები და ნორმალურ ადამიანებს მიეცით საშუალება
იცხოვრონ ნორმალურად. ხო და ეს პროვოკატორები, მოკლედ ეს არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი მე იცით რა მაოცებს ქალები რო ოჯახს ქმნიან და მერე აი რუსული სიტყვა запускаются არ აქცევენ თავს ყურადღებას გონიათ რომ განაღდებული აქვთ უკვე ყველაფერი და მემაპატიეთ და არც სახესულიან, არც ტანსულიან, არაფერს აღარ ულიან და გონიათ რომ ეს უკვე პაუმალჩანი უნდა გქონდეთ ყველაფერი და მერე თავისთავად ახლა კაცი რო სხვისკენ გაიხედება, კაცი ესეთია, კაცი ესეა მოწყობილი. თვალი ჭამს და თვალი ჭამს, რა გინდ კარგი ცოლი, როგორ არის კაცის გული ისეთია ვითმორევი შავი ზღვისა, რა გინდ კარგი ცოლი ხავდეს მაინც ენატრება ზღვისა. ეს ჩემი დაწერილი ხო არ არის ხო ეს ხო საუკუნეების წინ ბრძენმა ადამიანმა ხო თქვა ესეთი რამე ხო და ახლა ეგეც არ დამაბრალოთ რომ ეს შენი მოგონილიაო ხო და ესეა მოწყობილი კაცის ბუნება ხო და თუ ვიღაცას ჯერა რაღაცა სხვა ფანტასტიკური რაღაცა ჟანრის მისინება ჯეროდეს ესეა რას ლაპარაკობთ უმაგრესი ქალები, სოფლიოში ულამაზესი ქალები, გინდა მსახიობები, გინდა მოდელები. ისინი დარჩენილან მარტო და მათთვის შეუქცევიათ ზურგი კაცებს და თქვენ გინდათ თქვათ რომ რაღაცა აბსურდი. იფიქრეთ საკუთარ თავზე, რამდენი ქალი დამინახია ქუჩაში. მე რა ჩემი ასაკი ძალიან ის არის ბებერი მეტი 60-70-იც არ არის ბებერი. არ არის ეს სტერეოტიპებია, ეს ჩამოგვიყალიბს რომ ბებერი. რამდენიც გინდათ ქალი, რომელიც თავს უვლის და თავის თავს აფასებს, ხო? ისე კოხტად და ლამაზად გამოიყურებიან. სახე აქვთ არაჩვეულებრივი უმრავლესობას, მაგრამ რაღაცნაირად აი მიუშვეს რა. როგორ იტყვიან აი სიტყვებს ვერ პოულობ იმიტომ ვიშველიებ ხოლმე, იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაცა სიტყვები, რაც ქართულში არ არის თითქოს, რა ვიცი და იმიტომ ვიშველიებ ხოლმე. მაგალითად, ძალიან მომწონს რუსული სიტყვა რადნოი. ქართულად როგორ უნდა თქვა ეს? რადნოი არ და რა თბილად ჟღერს რადნოი. მოი რადნოი. მაია რადნაია. ხო? ანუ ჩემო მშობლიურო, რაღაცა აი თბილი სიტყვაა ძალიან. და არის ესეთი ძალიან ბევრი. მოკლედ ხო და ესეა მეგობრებო, ჩემო მეგობრებო, ნამდვილო მეგობრებო, ესეა ჩვენი ცხოვრება. გვერდში დგომა არ შეუძლიათ კი არა, რა გვერდში დგომაზე ელაპარაკე ოღონდ მიწასთან გაგასწორონ და გადაგიარონ და გადმოგიარონ. და კიდე მოკლედ რა. ხო. ბოღმებს და ხო და მე რო გაბრალებენ ბოროტი ხარ ცუდი აურა გაქვს რატომაც გონია რომ საკუთარ თავზე საუბრობენ საკუთარ თავზე თვითონ რაც არიან იმას მიწერენ მე ნუ ესე მგონია რა ვიცი ხო ნუ ეხა ის კომენტარი არის ბრძანდება იქ წავშლი რა თქმა უნდა მე არ ვიცახი ის სოსოზე რომ მითხა სპორტზე ხო მართლა წერდი პასუხს და ისე იმას რაღაცა მობილურიდან ვაკეთებდი და გამიქრო უცბად ეს ამდენი დაწერილი და მე უკვე დამესაკუთრებულად დაწერა სხვა რაღაცას ვაკეთებდი და პარალელურად მინდოდა მოკლედ რა დროის მოგება და ხო და ესეთი პასუხი იყო რომ გამეღიმა რაღაცა კუთხით, იმიტომ რომ სოსო თვითონ მეხუბრება ხოლმე მე რომ ვეუბნები რომ რამე ანუ ამოერჩიე რამე სპორტი ხა ხო იცით მე კი არ მაქვს შემოსავალი იმდენი მაგრამ თავიდან გამოვძვრები რაღაცას მოვიფიქრებ და მაინც გავაკეთებ რომ ჩემი შვილისთვის მე თუ არ ის ვინ იქნება რას ლაპარაკობთ ეს არის უბრალოდ ზღაპარი რა მართლა სისულელე ხო არ ვიცი მე თქვენ რა დედებთან გქონიათ შეხება როგორ დედებთან გაქვთ ურთიერთობა მაგრამ მე ჩემი შვილებისთვის მართლა აი ყველაფერზე ხო გეუბნებით პირად ცხოვრებაზე რო უარს იტყვი ქალი და შვილებს მიუწვდი ცხოვრებას აი აქედან დაიწყეთ ათვლით წერტილი ეს იყოს რა ხო და რა სისულელეა
ნეტა მქონდეს იმდენი საშუალება, რომ რა ვიცი, მე თვითონ ისეთი კაი ბავშვობა, კარგი ითქმის ხო, უფასო იყო მაშინ. ბევრ წრეზეც დავდიოდი და რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა არ არის. ეხლა ყველაფერი ფასიანია და ყველაფერი ფული ღირს და სახელმწიფო ესეთ რაღაცებს არ აფინანსებს რა, რომ თქვათ იზრუნოს მომავალ თაობაზე და იყოს უფასო სპორტი და მოკლედ რა, არ არის სამწუხაროდ. ხო და ნუ ის გადასახადი ვთქვათ ცურვაზე რო იაროს დავუშვათ ის 80 ლარია თუ რაღაცა ისიც რომ ახლა იქ ასე ვთქვათ პრიორიტეტში რო გიდგას ის რომ სწავლის ამბავი იყოს ხო ვთქვათ იქ ფიზიკურიც არის ნუ მოკლედ რა ორივე პრიორიტეტულია პრინციპში მაგრამ რაღაცნაირად ფიქრობ რომელი სპორტი კიდე შეიძლება ახლა თვითონ სოციალურ სახში ცდილობს ხოლმე რაღაცებს ვარჯიშობს გუშინ ვიყავით ჩემებთან გასული თვითონაც ანუ ცდილობს რომ იმოძრაოს განაარ ცდილობს და რაღაცა იქ ნახა რჩევები არ მინდა რომ დიეტა დაიცვას იმიტომ რომ მოზარდის ანუ მოზარდობის ასაკში დიეტა არ არის კარგი, ენერგია უნდა გქონდეს, უბრალოდ უნდა იმოძრაოს. მოძრაობაა მთავარი. ფაქტი მე ვარ. მოძრაობამ აი როგორ დამაკლებინა წონაში. მე არც ფიტნესის იმებზე დავდივარ და ფულებს იქით არ ვიხდი, აქეთ მოძრაობაში აქეთ ვიხდიან ფულს. ხელფასს ასე ვთქვათ. ხო და ესე რაც შემიძლია ხოლმე ცოტა უფრო ისე მსუბუქად ვთქვათ გავაკეთო საქმე მე თვითონ ვცდილობ რომ გავირთულო ხოლმე იმიტომ რომ მე მჭირდება ეს ჩემი ჯანმრთელობა იმისთვის რომ უფრო მეტი შევცვლო ხო იქ გოგოებმა დამიწერეს რომ ძალიან გული გვწვდებაო რომ ხელოვანი ადამიანი ესე ანუ მეც მწვდება გული მაგრამ ჩვენი რეალობა ჩვენ ქვეყანაში ესეთია აქ დაფასება და პატივისცემა ვიღაცა გადამთიელებს და ანუ ჩამოსულებს უფრო მეტ პატივს სცემენ და უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები. ღმერთის ნებით დაბადებული ადამიანი, ანუ იმ მიწაზე, სადაც დაიბადე, იმათ უფრო არ აქვთ, ასე ვთქვათ, რაღაცა გოტებით, როგორ იტყვიან, პრივილეგიები. ვიდრე ვიღაცა გადამთიელი რომ ჩამოდის აქ და რაღაცას ცდილობს. მე არავის ახლა არ გამეკითხავთ, მათაც უჭირთ და იმიტომ ჩამოდიან. მე ვიძახი ის აი უბრალოდ ინდუსები რომ ჩამოდიან და თავის ქვეყანაში ძალიან ბევრი ხალხი როა და ძალიან მართლა შიმშილის ზღვარზე რო არიან და აქ რაღაცას იპოვიან ადგილს და რაღაცა პირიქით მიხარია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც ხო ადამიანები ვართ, ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენ აქ დავბადა უფალმა ინება რომ აქ დავბადებულიყავით და აქ უნდა გვეცხოვრა. და ღირსეული ცხოვრება რო არ გვაქვს ადგილობრივებს, ანუ ბუნებით და ბუნების კანონით დაბადებულებს აქ არ გვაქვს ამდენი საშუალება. ზარმაცებს რა თქმა უნდა ეხლა არიან მე არ ვარყოფ ძალიან ბევრი არის მართლა ზარმაცი რომელიც აი უნდათ რომ ფეხზე გადადონ და ისე მოსდიოდეთ ყველაფერი რამდენიც კიდათ არის ესეთები მაგრამ ვინც რომობს იმათმა რა დააშავა მოკლედ რა ესეთი ამბები კარგით დროებით დაგემშვიდობებით ახლა რაღაცებს კიდე გავაკეთებ და ვფიქრობ ეხლა ხო არ გავიდეთ თქო მაგრამ ნახოთ კრედიტს ვაგროვებ, იმიტომ რომ ახლოვდება კრედიტის გადახდის რიცხვი, 12 რიცხვი. დენი დაგვემატა თავისთავად ერთისთვის კიდევ კაი როგორც ამტრის ისეთი არ არის. 56-57 ლარია, მე მგონი, ნუ 60 ლარამდეა დამატებული. ანუ სავარაუდოდ საფულშიც რაღაც ისე მოგვივა ხოლმე 50-60-მდე. იმიტომ რომ ნუ ესე რა ჩეჩერობით ხო და თან კიდე ხო ვფიქრობ რომ როგორმე გორგიაში რაღაცა იაფიანი კარები ვნახე მაგრამ აქ ზომები სხვა იქნება მოკლედ ზომები უნდა ავიღო უნდა გავიგო გააკეთებენ თუ არა იმ ზომებზე
გავაკეთებ კარებს და მოკლედ გაზის საკითხს მოვაგვარებ და წინ მინდა წავწიო, ანუ მივყვები რა, ასე ვთქვათ, გეგმას, ინსტრუქციას, როგორც ჩემებს, ანუ კარგ ხალხს, ვინც მიყურებს კეთილი გულით, იმ ხალხს ვესაუბრები. ახლა მინდა რომ აი ეს ჩამოწერილი ყველა ეს გეგმა ანუ წელი დავიწყე ესე რომ მინდა რომ მეტი გავაკეთო ამ წელს, ანუ ისე არა რომ ფიქრებით მარტო აი გეგმას მივყვები და ვასრულებ რაღაც პუნქტებს. ბევრი რაღაცა გჭირდება რა თქმა უნდა, როგორც კი ვიტყვი ხოლმე რამეს და ვიმეო წუწუნებო და რაღაცაო. არ ვიცი ლოგები აბა სხვარისთვის არის თუ ჩვენი ცხოვრების რაღაცა ის დეტალები არ მოყევი და არ ვთქვი რა და როგორ არის სინამდვილეში. მოკლედ სოციალურ დახმარების იმედი არ მაქვს რა არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ცუდი ის არის იქ კოლექტივი, ვინც მუშაობს, არ აფასებენ რეალურად სიტუაციას. მიკერძოებულები არიან და მოკლედ სანამ არ დაიფერთხება იქ და ახალი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული სასწავი არ იქნება, არაფერი არ ეშველება მაგ ამბავს, იმიტომ რომ ისეთი ხალხი ღებულობს ამ სოციალურ დახმარებებს, რომ გაგიკვირდებათ და მე რომელსაც არანაირი შემოსავალი, ანუ იმის გარდა, რასაც მე წელზე ფეხების დადგმით ასე ვთქვათ გამოვიმუშავებ, იმის მეტი მე შემოსავალი არ მაქვს, ხო? და აი ესეთი დამოკიდებულება კიდე ზემოდან მამატებენ, რომ არ ვიცი, აი უბრალოდ სული რას ნიშნავს? აი სული რომ გაგვბინძური ადამიანს ესე არ ვიცი, ან არასწორად ხედავს ადამიანი რაღაცას, ან არასწორად აღიქვავს იმ რეალობას. არ ვიცი, აი მოკლედ რა. ანუ შური და ბოხმა აღჭობს, ნუ ვერ გეტყვით, აი რა ხდება ესეთი ადამიანების თავში, ესეთი ადამიანების გრძნობებში, გულში, რა ვიცი. ზოგადად ალბათ ესეთები იბადებიან, მე ესე მგონია, რომ აი ბოღმა და შურიანი. იმიტომ რომ რა ვიცი, ზოგი ამბობს, რომ არა, ყველა ადამიანი იბადება, ანუ კარგი, სუფთა და მერე ბუჩები მოკლედ არ ვიცი რა. რაც არ ვიცი, არ ვიცი. კარგით, აბა დაგიფშტობებით ახლა დროებით და მივხედავ საქმეებს სახლში. კარგით, აბა ჩემებო გაგოცეთ.